აარონ ჯეიმსი პირველი ადამიანია, რომელსაც მთლიანი თვალი, მასთან ერთად კი მხედველობის ნერვი და სახის ნაწილი გადაუნერგეს. ნიუ-იორკელი ქირურგები ოპერაციას 21 საათი ატარებდნენ. კვების შეუძლებლობა, ხელოვნური კვების მილის სუნთქვის საჭირო ტრაექტორია და ყველა ის ფუნქციური დეფიციტი, რაც მას ოპერაციამდე ჰქონდა, დღეს უკვე მოგვარებულია. ესთეტიკური თვალსაზრისით კი შედეგი უბრალოდ ფენომენალურია. აარონის გამოჯამრთელების პროცესი გასაოცარი სისწრაფით წარიმართა. მისი საავადმყოფოში დაყოვნების პერიოდი ყველაზე მოკლე იყო ჩვენს პრაქტიკაში. აარონი 46 წლისაა და პროფესიით ელექტრიკოსია. 2021 წლის ივნისში მუშაობისას მისი სახე 7200 ვოლტიან ძაბვის სადენს შეეხო. შემთხვევის შედეგად მან დაკარგა მარცხენა მკლავი, ცხვირი, ტუჩები, წინაკბილები, მარცხენა თვალი, ნიკაპი და ლოყის ნაწილი. თვალი მაინც არ მქონდა, ასე რომ არაფერს ვკარგავდი. თუ ჩვენ შევძლებდით ისეთი რამის გაკეთებას, რაც მომავალში მილიონობით ადამიანს დაეხმარება, ეს უკვე გამარჯვებაა. ჩემი ცხოვრების ხარისხი 180 გრადუსით შეიცვალა. უბედური შემთხვევის შემდეგ გემოსა და სუნს ვერ ვგრძნობდი, რადგან ცხვირი არ მქონდა. შეიძლება ეს ვინმესთვის დიდი არაფერია, მაგრამ როცა რამდენიმე წელი ასე ცხოვრობ და მე ბოლოდნელად ყველაფრის სუნსა და გემოს გრძნობ, ალბათ ჩემთვის ეს ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია. აარონი გადანერგილი თვალიდან ჯერჯერობით ვერ ხედავს, მაგრამ ორგანო სიცოცხლის უნარიანია. მისი კაკალი იდეალურად მრგვალია, ბადურა კი სრულყოფილად მარაგდება სისხლით. ექიმების თქმით, ეს პირველი პრეცედენტი იძლევა რეალურ იმედს, რომ აქ მიღებული გამოცდილება ერთ დღეს სხვებს მხედველობის აღდგენაში დაეხმარება. ეს მოქსია მაღალტექნოლოგიური ექთანი რობოტი, რომელსაც ამერიკის მასშტაბით თითქმის ყველა საავადმყოფოს დერეფანში შეხვდებით. ექთნებისთვის დახმარების აუცილებლობა პანდემიის პერიოდში დადგა, როცა პერსონალი პაციენტების რაოდენობას უბრალოდ ვეღარ აუდიოდნენ. როცა მოქსი კუთხიდან გამოდის, პაციენტები და მათი ოჯახის წევრები ინტერესით აკვირდებიან თუ რა არის ეს. რობოტი მოქსი ოსტინში დაფუძნებულმა სტარტაპმა შექმნა. აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ, რასაც ექთნები აკეთებენ, სულაც არ მოითხოვს პროფესიულ საექთნო განათლებას. ჩვენ მოქსი ექთნების ჩასანაცვლებლად არ შეგვიქმნია. მისი მიზანია ისეთი რუტინული და ერთფეროვანი საქმეების ავტომატიზაცია, რაც მეტ პერსონალს დიდ დროს სართმევს. მოქსი იყენებს ხელოვნური ინტელექტის ნავიგაციის სისტემას და რობოტულ ხელს, რათა გადაადგილდეს პალატებს შორის და გამოიწახოს ლიფტი. როცა პერსონალს რაიმეს მიტანა ან წაღება სჭირდება, ისინი მოქსის სპეციალური ეკრანის მეშვეობით იძახებენ. რამდენიმე წუთში რობოტი ადგილზე ჩნდება, იტვირთება და მედიკამენტები საავადმყოფოს სხვა ნაწილში მიაქვს. ტერფი, რომლის თითო თითი დაახლოებით 5,5 მილიონი დოლარი ღირს. მიქელანჯელოს მიერ შესრულებული ფეხის მინიატურული ჩანახატი ქრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად 27,200,000 დოლარად გაიყიდა. წითელი ცარცით შესრულებული ესკიზი ჩრდილოეთ კალიფორნიელმა გამყიდველმა 2002 წელს ბებიისგან მემკვიდრეობით მიიღო. ნახატი ამ ოჯახში სულ მცირე მე-18 საუკუნის მიწურულიდან ინახებოდა. მფლობელმა ნამუშევრის ფოტო ქრისტის სააუქციონო პორტალზე შეფასებისთვის ატვირთა. ეს აღმოჩნდა მიქელანჯელოს მანამდე უცნობი ეტიუდით 13 სანტიმეტრის ზომის შიშველი მარჯვენა ფეხის ესკიზი სავარაუდოდ ასახავს მოდელს, რომელიც ლეგენდარულ რენესანსის ოსტატს მაშინ უწევდა პოზირებას, როცა ის მე-16 საუკუნის რომში სიქსტის კაპელის მოხატვაზე მუშაობდა. სწორედ ეს ტერფის ესკიზი გახდა ხელოვანის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი, რაც კი ოდესმე გაყიდულა. მის საწყის შეფასებაზე თითქმის 30 ჯერ ძვირი. მიქელანჯელოს ეს ჩანახატი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანის ნამუშევარია. მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება იმის გამო, რომ დაკავშირებულია მის ყველაზე ცნობილ ქმნილებასთან, ვატიკანის სიქსტის კაპელის ჭერის მოხატულობასთან. იმდროინდელი ნახატები საკმაოდ იშვიათია, მაგრამ თავად მიქელანჯელოს ჩანახატები განსაკუთრებულ იშვიათობას წარმოადგენს. ალასკის ჩრდილოეთ ფერდობზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული პოპულაციის 12 გრიზლის სპეციალური ვიდეო საყელური დაუმონტაჟეს, რომლებმაც უნიკალური კადრები გადაიღო. საყელურები სპეციალური ალგორითმით არის დაპროგრამებული. ისინი ვიდეოს მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში გარკვეული ინტერვალით იწერენ, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს დაკვირვება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აწარმოონ. კვლევის ფარგლებში ჩვენ დათვები წლის განმავლობაში 3-ჯერ დავაფიქსირეთ. მაისში, აგვისტოსა და სექტემბერში. ვგეგმობთ კვლევის გაგრძელებას კიდევ 2 წლით, რა დროსაც დამატებით 24 დათვს დავაკვირდებით.